გამარჯობოთ. რამოდენიმე ვერსიას მოგახსენებთ ჩვენი ტერიტორიის შესახებ. თუ რატომ ინაწილებენ უცხო იმპერიები ჩვენ ქვეყანას. მე თქვენ ერთ-ერთ ვიდეოში ეს ადრეული ვიდეოა, როდესაც დავიწყე ვიდეოების ჩაწერა, საბაზისო ვიდეოა, მე მაშინ გითხარით, როგორ ყალიბდება ესე იგი კერძო საკუთრება მიწაზე და რა არის თავისუფლება, არსებობს თუ არ თავისუფლება და სხვადასხვა საბაზისო ცოდნა, რომელიც თქვენ უნდა გქონდეთ იმისათვის, რომ ესათვის მოვლენა გაიგოთ. ეხლა საბაზისო ცოდნა მოკლედ რომ გითხართ მიწაზე არის რა, ხო? თავიდან ადამიანები, როდესაც ერთ ესე იგი ოჯახებად ცხოვრობდნენ სადღაც გამოქვაბულში, ხო? სანამ ისინი ცხოვრობდნენ ნადირობით და იმ ხილის შეგროვებით, ანუ სანამ მიწაზე გადავიდოდნენ, მაშინ რასაკვირველია კერძო საკუთრება არ არსებობდა, მაგრამ როდესაც ადამიანები გამოვიდნენ გამოქვაბულებიდან და დაიწყეს მიწის დამუშავება და როდესაც უკვე გაჩნდა ესეთი ფეოდალური ურთიერთობები, ხო? მაშინ უკვე გაჩნდა საკუთრება მიწაზე და ეს მიწა იყო ფეოდალის ბატონის, რასაკვირველია, გლეხებსაც ჰქონდათ მიწები, მაგრამ მთავარი მესაკუთრე იქ იყო ბატონი. ბატონზე ზევით შემდეგ უკვე თავადები იყვნენ და მერე მეფე. ანუ მიწა ზოგადად მთლიანად ითვლებოდა მეფის, ხო? და ესე იერარქიულად იყო, ფეოდალს შეეძლო გლეხისთვის წაერთვა, თავად შეეძლო ბატონისთვის წაერთვა, თავადისთვის შეეძლო მეფეს წაერთვა და ასე შემდეგ. ამიტომ ეს მიწის ფლობის უწყვეტობა გრძელდება საუკუნეებია. ეხლა რატომ ვამბობ მე ამას? მოგეხსენებათ, რომ ინტერნეტში არის ინფორმაციები, რომ მაგალითად სამეგრელოს ბოლო თავადმა, თუ არ ვცდები, ალექსანდრე დადიანმა თავისი მიწა მიყიდა რუსეთის იმპერიას და იქ ახლა ვინ იყიდა, სად არის ეს დოკუმენტები, ეს არავინ არ იცის. შეიძლება ეს დოკუმენტები საფრანგეთშიც დევს და ამიტომ ფრანგები ესე ყინჩად არიან, რომ თვლიან, რომ ეს მათი მიწაა, იმიტომ რომ ეს ნასყიდობის ხელშეკრულება თუ რაღაც, ანუ დადიანმა გაყიდა, იყიდა ვიღაც ფრანგმა თავადმა, ან რაღაც ომების შედეგად დაუთმეს, ან ვიღაც რუსი თავადი გაიქცა იქ და წაიღო ეს დოკუმენტაცია და გადასცა საფრანგეთს თავის რაღაც შეღავათებისთვის და სიცოცხლის გარანტიისთვის, ან რაღაც თანხის გულისთვის, რომ იქ ეცხოვრა საფრანგეთში და ეს სავსებით შესაძლებელია, რომ ეს დოკუმენტები იდოს საფრანგეთში სადმე, ხო? და დიპლომატიური არხებით შესაძლებელია, რომ ეს საფრანგეთი ითხოვდეს ამ მიწას, იმიტომ რომ, პრინციპში ეკუთვნით კიდევაც. იმიტომ რომ თუ ეს მიწა არის დადიანების, დადიანებმა გაყიდეს, ხო, ეს მიწა. და აი რატო არიან მაგალითად მიურატები და რა საფრანგეთში ცუდია ცხოვრება, თუ რა არ მოსწოთ მათ საფრანგეთში. იმიტომ რომ აქ თავის რაღაც ასე ვთქვათ ბიჯი აქვთ, ხო? თავის რაღაც ფეხი აქვთ დადგმული სამეგრელოში და არ გამორიცხავ, შეიძლება მიურატებსაც ჰქონდეთ ეს დოკუმენტაცია და თვლიდა, რომ სამეგრელო მათი მიწაა მთლიანად და ეხლა აქ კერძო საკუთრებები რო უხარია ხალხს, ეს ჩვენი ერთ დღეს გამოცხადდება ეგ პარლამენტში ვინმე მიურატი და იტყვის, რომ სამეგრელო ჩემია და რასაც მინდა იმას ვიზამ, ხო? ანალოგიურად ინგლისში შერვაშიძეები მოგეხსენებათ, იქ იყვნენ, იქ ცხოვრობდნენ და არ გამოურიცხავ, რომ შერვაშიძეებთან გაფორმებული იყოს შემდეგი სახის დოკუმენტი, რომ მათ ესე იგი აფხაზეთის ტერიტორია დაუთმეს ინგლისს, ხო, ინგლისის სამეფო კარს და ეხლა მაგას თქვენ კი არავინ გეტყვის და ტელევიზიაში არავინ არ გამოაცხადებს, მაგრამ
დიპლომატიურ შეხვედრებზე ოფიციალურად მთავრობისთვის სულ ადვილი შესაძლებელია, რომ ეგ როდესაც საუბარია რაღაც ტერიტორიულ გადანაწილებაზე და როდესაც საქართველოს ამბობს, რომ აი აფხაზეთი არის ჩემი ტერიტორია, ინგლისი გამოვა და იტყვის, რომ როგორ არის აფხაზეთი შენი ტერიტორია, როცა შერვაშიძემ მე ეს ტერიტორია მომყიდა. ამიტომ ეს მემკვიდრეობის თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადად პოლიტიკაში, იმიტომ რომ აი მაგალითად ძალიან ხშირად როდესაც ვამბობ, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება დავიბრუნოთ თურქეთში ქართული მიწები, იმიტომ რომ ეს მიწები ჩვენ დავკარგეთ, მერე 90-იანებში ვაღიარეთ და უკვე საქართველოს არ შეუძლია, აი მაგალითად რუსეთს შეუძლია, იმიტომ რომ ეს მიწები რუსეთმა წაართვა თურქეთს, შემდეგ რუსეთის იმპერია დაიშალა და ეს მიწები რუსეთმა თურქეთმა წაართვა საქართველოს და აღიარა რუსეთმა ეს თურქეთის შემადგენლობაში თუ არ აღიარა ეს რუსეთმა თურქეთის შემადგენლობაში. ეს ჩვენ არ ვიცით, იმიტომ რომ მაგალითად მეორე მსოფლიო ომის მერე ამაზე მე ვიდეოც მაქვს, სავსები შესაძლებელი იყო ამ მიწების დაბრუნება სტალინის მიერ, მაგრამ ეს მაშინ არ გამოვიდა ეს თემა და იმ ვიდეოში ახსნილი მაქვს, რატომაც არ გამოვიდა, ამიტომ უყურეთ იმ ვიდეოს და გაიგებთ. ასე რომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აფხაზეთზე, სამეგრელოზე, როდესაც აი ჯონ მალხას შალიკაშვილი, რომელიც იყო მაღალჩინოსანი გენერალი ამერიკის ჯარებში და ნატოში და ძალიან ბევრს აქვს ნათქვამი ინტერვიუებში, რომ ის ამბობდა, რომ აფხაზეთიო არ არისო მოლაპარაკებებშიო და ვისთან და როგორ მოლაპარაკებებში არ არის აფხაზეთი. ეს ჯერ კიდე საკითხავი, ანუ ქართველებო გაიგეთ რა უსუსურ მდგომარეობაში ხართ, ვიღაც სახელმწიფოები ერთმანეთს ელაპარაკებიან შენი მიწის განაწილების თაობაზე, ხო? ამიტომ როდესაც რაღაც გამოდიხართ და საუბრობთ, რომ ეხლა თურმე ჩვენ რაღაც შეგვიძლია დახმარების გარეშე და ესე ძალიან ომახიანად და მუშტებს იქნებთ, ცოტა დაფიქრდით ამის თაობაზე რა შეგიძლიათ და როგორ შეგიძლიათ. და რასაკვირველია ის მემკვიდრეობის თემა, ვისი იყო ესა თუ ის მიწა, ვისი იყო ესა თუ ის კუთხე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სხვა ვერავინ ვერ მოითხოვს მაგ მიწებს. აი მაგალითად ბაგრატიონებს შეუძლია ჩვენ თუ აღვადგინეთ სამეფო ხელისუფლება და ბაგრატიონები თუ აღვადგინეთ, მათ შეუძლიათ მოითხოვონ თურქეთის მიწები. ანუ რო გქონდეს აი ატომური იარაღი რო გქონდეს ან თურქეთზე ძლიერი ვიყოთ, ჩვენ საქართველოს რესპუბლიკა და საქართველოს სახელმწიფო მაგ მიწებს ვერ მოითხოვს, იმიტომ რომ ჩვენ ვაღიარეთ თურქეთი დამოუკიდებლად. ახლა რუსეთივით თუ დავარღვევთ ყველა საერთაშორისო კანონს და შევიჭრებით თურქეთის ტერიტორიაზე, როგორც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და საერთაშორისო სამართალს არ მიაქცევა ყურადღება, მაშინ კი შეგვიძლია, მაგრამ როგორც საქართველოს რესპუბლიკა და საქართველოს სახელმწიფო ჩვენ არ შეგვიძლია ეს, იმიტომ რომ იურიდიულად ეს არ იქნება გამართლებული. მაგრამ თუ აღდგება ბაგრატიონების დინასტია, მაშინ ბაგრატიონებს შეუძლიათ, იმიტომ რომ ბაგრატიონების სამეფო გვირგვინის ქვეშ იყო გაერთიანებული თუნდაც საქართველოს ნიკოპსიდან დარუბანდამდე და სხვა ვერავინ ვერ მოითხოვს მაგ მიწებს. მაგად გარდა მაგ მიწებს ვერავინ ვერ მოითხოვს. ამით მე იმის თქმა მინდა, რომ მემკვიდრეობა ყოველთვის რჩება. მიუხედავად იმისა, რევოლუცია მოხდა, ძალით წაგართვეს, თუ როგორც იყო, მემკვიდრეობა ყოველთვის რჩება და როდესაც შენ გაქვს მაგის ძალა და უნარი, შენ შეგიძლია ეს მოითხოვო და დაიბრუნო. იმ შემთხვევის გარდა, თუ შენ ეს არ გაყიდე, თუ ეს გაიყიდა, მაშინ მემკვიდრე არის ის, ვინც
ეს მიწა იყიდა და ამას ვერავინ ვერ შეცვლის თუ ისევ არ გამოისყიდი ამ მიწას მოლაპარაკების შედეგად, ასე ვთქვათ. გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ არხი, დააფინანსეთ, გააკეთეთ დონაცია და გვპირდებით, რომ თქვენი აზროვნება უფრო საინტერესო გახდება. დიდი მადლობა.